ეს არის მაინც ძალიან დიდი დარტყმა ქართული ოცნებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვის მტკივნეულად მიმდინარეობს მსგავსი ტიპის გადაადგილებები, მით უმეტეს ხარება არ იყო რიგითი ფიგურა ქართული ოცნებისთვის არა მხოლოდ როგორც შიგნით, არამედ გარეთ, ელექტორალური თვალსაზრისითაც კი, რომელიც იყო მთავარი შემსრულებელი და ზონდერი ქართული ოცნების ხელისუფლების და რეჟიმის. ეს არის გამოწვეული შიდა კლანური დაპირისპირებიდან გამომდინარე ეს ერთი, მაგრამ მეორე სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იყო სანქცირებული, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როგორიც დღეს არის ბატონი ხარაზიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე სახის, თუნდაც ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება იქამდე, სანამ ეს ადამიანები იკავებენ ხელისუფლებას. და როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სწორი ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში შესაძლებელია ქართული ოცნება ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორც არის პოლიტპატიმრების თავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცესკო.